მშვიდობისა მივესალმები ტელემაყურებლებს. ბატონ დავით, ვიდრე ამ ყველაფერზე ვისაუბრებდეთ, მანამდე ბუნებრივია გამომდინარე იმ ვითარებიდან, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს, თავარი კითხვა შეეხება სწორედ ელექტრომომარაგების საკითხებს, რა ვითარება გვაქვს დღეს რეგიონებში, ამ ნაწილით რომ დავიწყოთ თუ შეიძლება. რეგიონებში, სადაც მოვიდა უხვი ნალექი, ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თოვლის წმენდის ადეკვატურად, სადაც კი შესაძლებელია მიდიან ენერგოპროს თანამშრომლები, გარდა ჩვეულებრივი ბრიგადებისა, რომელიც რეგიონების მიხედვით იყო გაძლიერდა, აღნიშნული ჯგუფების სხვა რეგიონიდან ჩაყვანილი თანამშრომლებით, ელექტრიკოსებით, შესაბამისად აღდგენების ტემპი საკმაოდ მაღალია და დღესაც გაგრძელდება სამუშაოები, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ერთი მხრივ აღდგენები მიმდინარეობდა, მეორე მხრივ კიდევ მოდიოდა უხვი ნალექები, ანუ ძალიან სწრაფად მოსულმა თოვლმა, შესაბამისად ყინვებმა, რასაც თანდაერთო ქარი დააზიანა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, თუმცა ახლა უკვე გუშინ საღამოს მდგომარეობით იმაზე მეტი იყო აღდგენილი, ვიდრე ბოლო დღეებში ზიანდებოდა, აქედან გამომდინარე ვარაუდობთ, რომ უახლოეს დღეებში ეს პროცესი გამოდარების კვალდაკვალ მეტი იქნება და დასრულდება. როცა ვსაუბრობთ ხოლმე, უფრო დეტალურად რომ გადავიდეთ ზოგადად მთლიანობაში ელექტროენერგიის და მოხმარების მაჩვენებლებზე. რას გვეუბნება ახალი სტატისტიკა, ასე ვთქვათ, შედარებით ამ კუთხით რა ვითარება გვაქვს თან ეკონომიკური ზრდის პარალელურად. თქვენ შესავალში საუბრობდით, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-ია, 6%-მდე გაიზარდა, გასულ წელს საკმაოდ მაღალი იყო ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა და ტრადიციულად ეკონომიკური ზრდის ადეკვატურად ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, ისევე როგორც ბუნებრივ აირზე. 2024 წელს წინა წელთან შედარებით, როგორც მოსახლეობის ნაწილში, ანუ საყოფაცხოვრებო სექტორში, ასევე არასაყოფაცხოვრებო სექტორში გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. საყოფაცხოვრებო სექტორში ზრდა ძირითადად ცხოვრების დონის გაუმჯობესებით არის განპირობებული. აი, ხშირად როდესაც ვახსენებთ ხოლმე ეკონომიკური ზრდის შედეგს, მათ შორის მოსახლეობის ნაწილზე, ხომ საყოფაცხოვრებო სექტორში რომ ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, ცხადია ნიშნავს ეს გაუმჯობესებას ეკონომიკურ სასახლეს. როცა მოსახლეობის რაოდენობა არ იზრდება, მაგრამ საყოფაცხოვრებო სექტორში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, ეს ცალსახად ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ნიშნავს. მეორეა კომერციული სექტორი, ანუ არასაყოფაცხოვრებო სექტორი, სადაც ასევე 2024 წელს ელექტროენერგიის მოხმარება წინა წელთან შედარებით გაიზარდა. აქ წამყვანი ტურიზმის სექტორი იყო, ინდუსტრია, რომელიც ასევე არის მსხვილი მომხმარებელი და სხვა სექტორები. აქ ძირითადად ეკონომიკურმა ზრდამ და მეტმა ეკონომიკურმა აქტივობამ განაპირობა ის, რომ მოთხოვნა ელექტროენერგიაზე და მოხმარება იყო უფრო მეტი. როცა კომერციულ სექტორში იზრდება ენერგიის მოხმარება, როცა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ეს სოციალური სიკეთის სახით, ანუ დამატებითი შემოსავლების სახით უბრუნდება დასაქმებულ მოსახლეობას და სწორედ ეს განაპირობებს აქეთ მეორე მხარეს უკვე ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას. ეს ელექტროენერგიის მოხმარების დაზე როგორც კი ვსაუბრობთ, ბუნებრივია ჩდება კითხვა, როგორ შევქმნათ ელექტროენერგია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც იყო ამ ბოლო პერიოდში, ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ინვესტიციებზე. ამ სფეროში იყო აჭარა ენერგიის პროექტი ამ ნაწილში. რა იყო აჭარა ენერგიის გადაწყვეტილება, რომ ასეთ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელებინა და ზოგადად რა რესურსს ხედავთ სექტორში? ხო, ჩვენ ნახეთ პირობითად EMA არის მნიშვნელოვანი 6 მილიარდი ინვესტიცია, რომელიც pro development-ის მიმართულებით არის და აი ენერგეტიკა მე ვფიქრობ, რომ ისეთ სივრცეთ რჩება საინტერესოდ. ენერგეტიკა ბოლო წლებში საინვესტიციო საკმაოდ მიმზიდველი დარგია. თქვენ აჭარა ენერგი ახსენეთ, აჭარა ენერგი უკვე წლებია ოპერირებს საქართველოში, აჭარაში ის ფლობს ერთ-ერთ მსხვილ ჰიდროელექტროსადგურს. მათ იციან რა ქვეყანაში ენერგიაზე მოთხოვნა პრამხელა, მათ იციან რა ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატი, რომ გვაქვს დაბალი გადასახადები, დაბალი ბიუროკრატია და ასე შემდეგ და ასევე მათ ძალიან კარგად იციან მთავრობის ახალი ხელშეწყობის მექანიზმი ენერგეტიკაში, ფასტაშორისხოვების მექანიზმი გულისხმობ, აქედან გამომდინარე ამ მოცემულობებით მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში დამატებითი საკმაოდ მსხვილი ინვესტიცია შემოიტანონ განახლებადი ენერგიის ნაწილში.
როგორც იქნება მზის და ქარის პროექტები, მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ განახლებად ენერგიის, ანუ მწვანე ენერგიის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული მთავრობის პოლიტიკა და ის ფასტაშორის სხვაობის მექანიზმი, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა, ზუსტად მწვანე ენერგიის პროექტების ხელშეწყობას ეხება. აქედან გამომდინარე, ეს და კიდე სხვა პროექტები ენერგეტიკაში მომავალში მოგცემს იმას, რომ ის 2030 წლამდე მთავრობის გეგმა, რაც არის, რომ საქართველოს გახდეს ნეტო ექსპორტიორი, ანუ მისი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს და ჭარბი ენერგია გაიტანოს გასაყიდად საზღვარგარეთ, ეს იქნება მიღწეული. ისტორიად აი ჰიდროელექტროსადგურების შემდგომ გეგმებზე მინდოდა ასევე მეკითხავს, თქვა ამ კუთხით აი იგივე გენერაციის ობიექტებზე, არა მარტო ჰიდროს ნაწილში, აი ამ კუთხით რას ვხედავთ 2025-ის ნაწილში. აი 2030 წელს ერთი საკმაოდ კარგი ახალი ჰიდროელექტროსადგური შეემატა ჩვენ სისტემას, ეს არის 45 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის ხობი 2 ჰესი, რომელიც სრულად შევიდა ექსპლუატაციაში. ასევე ორი მცირე სადგური შევიდა და ჯამში 50 მეგავატამდე ახალი ენერგია შეიქმნა 2020 წელს. 2025 წელს ჩვენი ვარაუდით კიდევ უფრო მეტი ასე ვთქვათ ჰიდრო სადგურის დადგმული სიმძლავრე შეემატება ჩვენ სისტემას, თუმცა არანაკლებ ინტენსიურია ბოლო პერიოდში მზის სადგურების მშენებლობა. იგივე ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული სადგურები, რომელიც 500 კილოვატამდე დადგმული სიმძლავრის არის და ჩვენი გადაწყვეტილებით რეგულირდება, საკმაოდ ბევრი ჩაერთო 50 მეგავატზე მეტი ტექნიკური პირობა გაიცა მხოლოდ ამ მიმართულებით და ბევრი მათგანი აშენდა და ჩაერთო ქსელში. იგივე ავტომაგისტრალს როცა მივუყვები დედაქალაქიდან დასავლეთისკენ, უკვე რამდენიმე ადგილას ესეთი საშუალო ტიპის მზის სადგურები თვალსაჩინოა, რა თქმა უნდა, და ტემპი ძალიან მაღალი იყო 2022 წელს და 2025 წელსაც. ჩანაცვლების ეფექტი გარკვეულწილად ექნება, ხო, თქვა ამ. რა თქმა უნდა, ანუ შარშანდელი წელი ვახსენე, ხო, დაახლოებით 50 მეგავატამდე ჰიდროენერგია შეიქმნა და დაახლოებით ერთი ამდენივე მზის ენერგია შეიქმნა, ასევე დამატებით მზის ენერგიის სიმძლავრეები შეიქმნა ქვეყანაში და 2025 წელს ეს ტემპი კიდევ უფრო მეტი იქნება. ჩვენ თუ დავაკვირდებით იგივე თქვათ მწვანე ენერგიის ამ შემთხვევაში ნეტო აღრიცხვაში ჩართულს გულისხმობ ინსტალაციის ტენდენციებს, ყოველი შემდგომი წელი წელზე ასე ვთქვათ მინიმუმ 2-ჯერ უფრო მაღალია. და ჯამში უკვე 150 მეგავატამდეა ის ასე ვთქვათ გაცემული ტექნიკური პირობები და მათი ნაწილი უკვე აშენებულია მხოლოდ ნეტო აღრიცხვის სისტემის სახით სიმძლავრეების. აუცილებლად მინდა გითხოთ მომხმარებლების დაცვის ნაწილში რა ვითარება გვაქვს, იმიტომ რომ ცხადია მომხმარებლებს ყოველთვის აინტერესებს ხოლმე ასე ვთქვათ მისი შედეგები როგორი იქნება თუნდაც საჩივრების ნაწილში. მარეგულირებელი კომისია მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნაწილში საკმაოდ ინტენსიურად მუშაობდა გასულ წელსაც. დიაგრამაზე ჩანს ზედმეტად ან არასწორად დარიცხული ან ხანდაზმული დავალენებები, რომლებიც ჩამოეწერათ მომხმარებლებს. ყველაზე მეტი დაახლოებით 1.5 მილიონი ლარამდე ჩამოეწერათ წყალმომარაგების სექტორში, დაახლოებით 1.2 მილიონი ლარამდე ჩამოეწერათ ელექტროენერგეტიკის სექტორში და შედარებით მცირე იყო ბუნებრივი გაზის სექტორი. შესაბამისად, ჩვენ დაახლოებით 3000-ზე მეტი განცხადება მივიღეთ მომხმარებლების საჩივრის სახით გასულ წელს. ყველა მათგანი დამუშავდა, შესწავლილი იქნა შესაბამისი გარემოებები და მივიღეთ გადაწყვეტილებები მათი ძირითადი ნაწილის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. არის შემთხვევები, როცა მრიცხველის შემოწმება ხდება, დოკუმენტაციის შესწავლა, საშუალო მოხმარების შესწავლა და ასე შემდეგ და ამ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით კომისია იღებს გადაწყვეტილებებს. ასე რომ მომხმარებლებს თუ რამე პრეტენზია ექნებათ, მათ კვლავაც შეუძლიათ მოგმართონ როგორც ცხელი ხაზის, ასევე უშუალოდ განცხადების სემეხში გამოგზავნის ან ელექტრონულ პოსტაზე გადმოგზავნის სახით, ანუ როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური ფორმით ჩვენთან საჩივრები მიიღება ჩვეულებრივ რეჟიმში. ძალიან მოკლედ მინდა გითხოთ ენერგეტიკული გაერთიანების ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, თუ შეიძლება ბოლოს თქვენი შეფასება. საქართველოს მიმდინარე წელს გახდა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელმძღვანელი ქვეყანა, ამასთან დაკავშირებით იყო უკვე განაცხადი და შესაბამისი პრეზენტაციაც გაკეთდა. ეს საქართველოს აძლევს საშუალებას როგორც ხელმძღვანელობა ქვეყანა მისაუბროს ენერგეტიკული გაერთიანების ყველა წევრ ქვეყანასთან, კონდეს მათთან თანამშრომლობა, გააღრმავოს ეს საკითხები კიდევ უფრო მეტად და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ
ხაზი გაესვა საქართველოში ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის ევროინტეგრაციის კონტექსტში და ამაში საკმაოდ დიდი წვლილი მთავრობასთან ერთად მარეგულირებელ კომისიასაც სემექსაც მიუძღვის, ამიტომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოტივატორია, რომ მომავალში კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით, წარმატებას გისურვებთ მიმდინარე პერიოდშიც ახლა აღდგენების მიმართულებით და თქვენი დაკვირვება. დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. Business Insider დღეს დასრულებულია, ჩვენ დავბრუნდებით ორშაბათს.